დღეს ვისაუბრეთ საკვანძოდ მნიშვნელოვან პიროვნებაზე ხალხურებისთვის და არა მხოლოდ კაცობრიობის კულტუროლოგიურ მოვლენაზე ლეონარდო და ვინჩიზე და მისი წყალობით მსოფლიო სამხატვრო აკადემიური სწავლების სისტემის გამართულობაზე. ლეონარდო ხელმძღვანელობს კანონზომიერებით, ერთგვარი კანონზომიერებით, რაც სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა სახებად თავისად ვიბოძა ადამიანს და მოგვანიჭა თავისუფლება, შეიძლება ითქვას ასე. სწორედ ამ ჭრილში მოქმედებს ლეონარდო, ცდილობს მუდამ შენარჩუნებას თავისუფლების. რამე თუ ესმის ადამიანი თავისუფლების ხარისხის მერყეობა ადამიანში იძლევა ადამიანის არარსებობის მომენტს რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მისიის თავგანწირული, დაუშრეტელი, წიაღსვლები, ხვწვა, მოღვაწეობა ხშირად ადამიანის შესაძლებლობის დარგლებს გარეთ რო ხდება რა, წარმოუდგენელია ეს გაითავისო და გაიაზრო თუ როგორ შეძლო ამას. ზოგადად ამ კუთხით მოქმედებს და ეს აძლევს მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოქმედებით უნარიანობას. მას კარგად ესმის ამ მადლის ქართულად ამგვარად ჟღერს და ლათინელები მას ტრანდილეს ეძახიან წინამორბედსა და მომდენოს შორის ეს გაბმული ერთგვარი გამოცდილების ის განათლებული გადაცემის ერთგვარი ეს ჯაჭვი ცოცხალი ჯაჭვი და ლეონარდოს ძალიან კარგად ესმის განათლებულობის მნიშვნელობა, როდესაც ადამიანი განათლებულია, იგი აუცილებლად სავსე არის სიკეთით და სიყვარულით. და რამდენადაც განათლებულია ღვთისმებით, ღვთის წყალობით, იმდენად არის იგი თავისუფალი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ღმერთმა შექმნა ადამიანის სახებად თავისუფლად. და სახებად თავისად პირველი შესიგულისხმება ადამიანი უნდა იყოს შემოქმედებითი სიკეთით და სიყვარულით სავსე. ადამიანმა ესწრაფოდეს სწორედ ამისკენ. ადამიანი ერთგვარი ზიარჭუჭერია. რამდენადაც იცლება ის სიყვარულის და სიკეთისგან, იმდენად ივსება სიძულვილისგან და სიძულვილით და ბოროტებით. და ამით საკუთარი თავის და თუ ეს თამაშა დაირღვა, იგი შეიძლება მინდეს საკუთარი თავის უარყოფამდე, საკუთარი თავის უფლების ესე ვთქვათ უარყოფამდე და თავისი თავის უფლებით იგი ესე ვთქვათ სახებად თავისად ემსგავსება შემოქმედს, თავის შემოქმედებითობის უნარიანობით რა. ადამიანი მუდამ უნდა ეცადოს, რომ აი სიყვარული და სიკეთე მასში იყოს საკმაოდ მაღალ თამაშაზე, იმიტომ რომ რამდენადაც სიკეთე იკლებს, იმდენად ნიშას იკავებს ბოროტება. რამდენადაც სიყვარული იკლებს, იმდენად იმ ნიშას იკავებს სიძულვილი. აი აქ აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ ჩვენი დიადი მასწავლებლის შოთა რუსთაველის ერთგვარი გამონათქვამი ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ შოთა რუსთაველი რას ეძახის ამით, ხო? სიკეთის არსი გრძელია, ძლია ბოროტება სიკეთის არსი გრძელია, მაგრამ ამით ჩემი მოგზაურობები აზრით რუსთაველი არ იძახის, რომ არსი მოკალია. ბოროტება საერთოდ არ არსებობს, ბოროტებას არსი არ გააჩნია, თუ ადამიანმა შანსი არ მისცა მას არსებობის. ამიტომ ადამიანმა თუ არ საკუთარ თავში თუ არ დაიპყრო განათლებულობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტებას არ აქვს შანსი ადამიანის სულში მოიკიდოს ფესვი. ამიტომ არის ბოროტი მყისიერი. ამიტომ ცდილობს ბოროტი უცებ გააბრჩოს. უცებ მიაფიქროს ზიანი. ადამიანს და გარემოს. ადამიანის ხელით.
ამით სწრაფად მოქმედებს ბოროტი. აი თუ ადამიანი გონს მოელოს და თავის გადარჩენისკენ გადადგეს ამიჩი სინათლისკენ, სიკეთისკენ, სიყვარულისკენ. ადამიანი როგორც თქვენ ზიან ჯურჯერია, რამდენადაც კრებულობს სიკეთე, იმდენად მატულობს ბოროტება. იმდენად თმობს თავისუფლებას, იმდენად ეუფლება ბოროტის სულინას. აიგეთ ჩემს აპარელო ხალხო. ლეონარდოც ამას იძახის, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამგვარ ფრაზას ამობს კითხულობდა გული გიხდება რა. ერთად გამწუხრებ და გასევდიანებს ეს სამთიადი ადამიანის ამ ათელი გონებისგან. კაცობრიობის პირველი კაცისგან ამგვარ ფრაზა გესმის, რომ ადამიანს ზაურს ყველაფრის დამოყვა, რაც უნდა შექმნა. და კვლავრობების თავისანი მომიშვერიოთ ამგვარი ფრაზით შეიძლება გავამყაროთ საქმეები თავად ლეონარდოს, რასაც გასცემ შენი რაცა დახალული. რაც კვლავაც შენი მოგზაურებული აზრით ეს თავისმის თავი არსია. ერთგვარი ლიტერატურული ფორმულა მოგცადა შოთა რუსთავმა, რაიც შემდგომ ლეონარდო ფიბონაჩის მიგნებით ლეონარდოს მეგობრის ლუკა პაჩოლის გავლით უკვე ლეონარდო შემდგომ ამას იაზრებს და ვიზუალურ ფორმულას გვაძლევს ოქროს პეთის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლეონარდოს ნათლად ესმის საკუთარი თაობისა და მომდევნო თაობის გადარჩენის თამასარაზე გადის. მადლზე, ანუ წინმომბეცო და მომდევნოს კავშირზე, როცა მოიხატება გამოცდილების, სასწავლო სისტემის მართებულ დინარებაში, იმ ჭეშმარიტი ფასეულობრივ შენარჩუნებაში და მომდევნო თაობების განათლებაში, რათა ეს ფასეულობები იხილონ და იაზრონ და ამის საფუძველზე გადადგან მომდევნო ნაბიჯები. თაობები აღმოჩენით იცხოვრონ მართებული მიგნებები. რითაც ათონას სწორებს კიდევაც რა ვისაც იქით ყოფ სოკრატესთან ამ ქვეყნული ცხოვრების სასწორის ფინას რა. როცა სოკრატეს სათქმელს მაგალითად ნათქვამს არ იწერდა და არა მხოლოდ იმიტომ რომ როგორც თავად იძახის გალიაში არ დაწყვეტდნენ სიტყვები, არამედ იმიტომ რომ დრო არ დაკარგულიყო სათქმელის წერაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ამგვარი მოწმით ლეონარდო ამგვარი გარჯით იგი ცდილობს უდამჟან იყოს განათლების მხარეს, განათლებულობის მხარეს. მადლის ქვევენი ერთგვარი თუ ხომაღლად სიტყვად არ ჩამეთვლება. იგი აი ახსილია წყაროსავით, ხო? იძახის კიდევაც. მან ვისაც ძალოს იაროს წყაროსკენ არ უნდა გადადგას ნაბიჯი დოქისკენ, ხო? ანუ ასე პირველ წყაროსკენ, პირველ საწყისისკენ, ღმერთისკენ, განათლებულობისკენ, სიყვარულისკენ, სიკეთისკენ მავალია თავად ლეონარდოს თავის ცხოვრების მანძილზე და იგი ამგვარი ცხოვრებულსეული ღვაწლით იგი ცდილობს თაობები იქცნენ პიროვნებებად, რომლებიც აღარ იქნებიან ყველაფრის დამღუპველი, რაც უნებამ შექმნა. და მაგ ერთი რამეც უნდა ითქვას. ცოდნა არ ნიშნავს განათლებულობას. ცოდნით შეიძლება ბოროტსაც ემსახუროს ადამიანი. მაგრამ თუ კი გონება და გული განათლებული აქვს, იგი არასგზით არ დადგება სიბნელის მხარეს. ბოროტის კერძზე არ დადგება. მაგრამ ეხლა ეს სხვა თემაა და შორს წაგვიყვანს, ამიტომ დავუბრუნდეთ სამხატვრო აკადემიური სწავლების სისტემის
დაფუძნების კალაპოტს და ერთმნიშვნელოვან გარემოებასაც შევეხოთ, სანამ ფუნდამენტურად ვახსენებთ მსოფლიო სამხატვრო აკადემიური სწავლების სისტემის ფუნდამენტს, რითაც იკვებება კლასიკური სივრცე მხატვრობისა, ვიდრე ვახსენებთ ლეონარდოს ფერწერის ტრაქტატს. მშობლიური ფლორენციის კარზე მოღვაწე ლეონარდოს მეტად სანდო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ლორენცო ბრწყინვალესთან, ლორენცო მედიჩისთან, მოიხსენებათ იმჟამად იტალია ქალაქის სახელმწიფოების ერთგვარ კრებულს წარმოადგენდა და ბანკირთა გვარი, იმჟამად ბანკირთა გვარი, მედიჩთა გვარი მართავდა, საგვარეულო დინასტია მართავდა ამ ქალაქ სახელმწიფოს. პლუს ამას ემატება ის, რომ დიადი ფლორენციელიც ლეონარდოც მოღვაწეობს და კიდევ უფრო აძლიერებს ფლორენციის სამეფოს, როგორც კულტურულ საგანმანათლებლო პროცესებით, ასევე პოლიტიკური და სამხედრო საინჟინრო წარმოებითაც შეიძლება ითქვას და ამიტომ არის რომისა და რომის პაპის სამ მოთხოვნას შორის იმჟამად წაუყენა რომმა ფლორენციას სამი მოთხოვნა, რომ ფლორენციამ რომს ჩამოწეროს ვალები, რაიც ჰქონდა საკმაოდ, დაექვემდებაროს რომის პროტექტორატს ეს ქალაქ სახელმწიფო და მესამე საოცარი პირდაპირ ამბავი ის, რომ ლეონარდო მაინც და მაინც ემსახუროს არა ფლორენციას, არამედ რომს. იმჟამად რომის პაპი ცდილობს იტალიის ერთგვარ გაერთიანებას ქალთა სახელმწიფოთა რომის პროტექტორატში მოქცევას და იტალიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ესწრაფვის. დავიხსენოთ, რომ როდესაც რომის ჯარი ფლორენციას მიადგება, სწორედ ლეონარდოს სამხედრო საინჟინრო წიაღსულებით ხდება ჯარის უკუგდება. ეს მართლაც და საგულისხმო ფაქტია და თვალსაჩინო. და აი ამიტომ დგება დღის წესრიგში იმ მუხამათური ჩანაფიქრის განხორციელების აუცილებლობა, რასაც მოჰყვება ლეონარდოსა და ლორენცოს შორის განხეთქილება და ლეონარდო ფლორენციიდან გაემგზავრება მილანში. ხდება მოსყიდვა რომის პოლიტიკური მმართველობის მიერ მოსამართლისა და მომჩივანი მაწვილისა და არარსებული ფაქტის გამო უწევს ლეონარდოს თავდაცვა. იგი უარს ამბობს პიეროს მამამისის დახმარებაზე, იცით რომ პიერო იმჟამად ფლორენციის კარზე ერთგვარ სამართლმცოდნეობით იერარქიაში ირჯება, ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს და მას იოლად ძალუძს საკუთარი შვილის დაცვა, როგორც ადვოკატის ფუნქციით, თუმცა ლეონარდო მამამისის დახმარებაზე უარს ამბობს მყარად და თავს იცავს იმდენად მართალია და იმდენად ძალუმად, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას ანადგურებს ფლორენციულ სასამართლოს თავისი სიმართლით და ანადგურებს მომჩივანს იმ ყვაწლებს, რომელიც აბრალებს უმსგავსობას. და ცხადია, თავს გაიმართლებს და ლორენცოს უსაყვედურებს. რატომ დაუშვეს სასამართლო ფაქტიო და ლორენცო მას მეტად უსუსურად პასუხობს ჩემი მეგობრისთვის
რომ ამერიდებინა ამგვარი სასამართლო, მაშინ ფლორენციის დემოკრატია როგორ დავიცვო და ლეონარდო აღშფოთებული ტოვებს ფლორენციას, როგორ გამიბედეთ ამგვარი უღირსი ქმედების დაბრალებაო და როგორ გაბედეთ ჩემი სახელის ესოდე გასვრა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ლეონარდოს პიროვნებას მთლიანად რომ ჩავწვდეთ სიღრმისეულად და მნიშვნელოვანია იმითაც რითაც ლეონარდო აღწევს მენტალობის უმაღლეს მწვერვალს თავისი პიროვნებისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც და ლეონარდოს მთავარი სიტყვა ღირსება. ამბობს კიდეც იგი ერთ-ერთ ტრაქტატში. ამას გაიძახის ლეონარდო პერმანენტულად დაუღლელად მთელი ფერწერის ტრაქტატის განმავლობაში სიკვდილს ამარცხებს ადამიანი მხოლოდ ღირსეული სახელით. და ამიტომ არის ფერწერის ტრაქტატი გაჯერებული სიტყვით ღირსებას გამუდმებით დაუღლელად ამას იმეორებს მთელი ფერწერის ტრაქტატის განმავლობაში თავებში, ქვეთავებში და მუხლებში. და პროფესიულ მუხლებთან ერთად, რითაც ცდილობს დაოსტატებას მოწაფეთა და როგორც აღმოჩნდა შემდგომ საფუძველს უყრის სამხატვრო აკადემიის სისტემას და მომავალი თაობებისთვისაც ამ მხრივ ზრუნავს პროფესიული დაოსტატების კუთხით, აი ფერწერის ტრაქტატი ამავდროულად ზნეობრივი მუხლებითაც არის გაჯერებული და ლეონარდო ფერწერის ტრაქტატს ზნეობრივი მუხლებითაც თვითავს ამ ფუნდამენტურ ნაშრომს. და ადამიანის მაღალხატვრო ოსტატობას იგი მოიაზრებს ისტორიაც ღირსეულ სახელთან ერთად, სხვაგვარად მას ეს ვერ წარმოუდგენია. და აქ პოლპრიანია კიდევაც კვლავაც მოკრძალებით მოვიხმოთ რუსთველი და ვახსენოთ მისი ფრთიანი ფრაზა სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი. და ლეონარდოს სწორედ ამ ღირსების რაინდია ერთგვარი. ღირსებით სავსე რაინდია. და ამით ხდება არცობრიობის მიღწევათა ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელოვან ბურჯად, რასაც შემდგომ დაახლოებით 1600 წლებიდან მოყოლებული ფილიპე მეორის მეფობის ჟამიდან, როდესაც საბანკო კაპიტალის მფლობელები ცდილობენ მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას და რითაც იწყება ერთგვარი ქაოსი. ქაოსის თესვა თანდათანობით, რათა ადამიანს შეეზღუდოს თავისუფლება და სწორება ღმერთთან. მოერყეს ზნეობრივი ბურჯები და მათ შორის საკვანძო მნიშვნელოვანი ბურჯი ლეონარდო და ვინჩის სახელი თაობებში. ამიტომ არის იმ სრულგაყიდული ფსიქოლოგიის ლამის მამად წოდებულის, რაც 1980-იანი წლებიდან მოაძალა ბრნელეთმა და პოპულარული გახადა მისი ნაშრომები და რომელსაც ფული გადაუხადეს, როგორც თავის ხედის ბიჭს და დაწერა პასუხი ლეონარდოს შესახებ. თუმცა როგორც ჩანს იმის შეაწუხა და ნაშრომის ქვემოთ მიაწერა ამგვარი ფრაზა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ეს მხოლოდ ჩემი აღქმებიაო. თუმცა ახლაც კი ამ ნაშრომს ასე გამალებით როცა ბეჭდავენ დიდი ასობგერებით ამ უღირსი ადამიანის გაგვიძებული სინდისით ამოძახილ გაჟღერებულ ფრაზას პატაწინა ასოებით მიაწერენ ხოლმე ტექსტის ქვემოთ და ხშირ შემთხვევაში ამ ტექსტს ამ ფრაზის გარეშეც ბეჭდავენ ამ მის პასუხს ლეონარდოზე.